პალესტინის სახელმწიფოს კიდევ ერთი წონიანი მხარდამჭერი გამოუჩნდა. ლონდონში მზად არიან პალესტინის სახელმწიფოებრიობა ოფიციალურად გაეროს ტრიბუნებიდან აღიარონ, თუმცა კონკრეტული დათქმით. მინისტრთა კაბინეტთან საგანგებო სხდომის შემდეგ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ამას გააკეთებს, თუ მანამდე ისრაელი ღაზაში ცეცხლს არ შეწყვეტს. დიდი ბრიტანეთის პრემიერს არც 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის დაგმობა დავიწყებია და არც ჰამასის მხრიდან ისრაელელი ტყვეების უკან დაბრუნების აუცილებლობა. თუმცა გამოსვლის მთავარი ნაწილი უფრო ხმამაღლა ჟღერდა. ლონდონი პალესტინას რეგიონის სუვერენულ სახელმწიფოდ ხედავს. ჩვენი მიზანია ისრაელი იყოს უსაფრთხო და დაცული სუვერენული პალესტინის სახელმწიფოსთან ერთად. თუმცა ამჟამად ამ მიზნის ასრულებას ისეთი საფრთხე ემუქრება, როგორიც არასდროს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სამშვიდობო პროცესის ფარგლებში ვაღიარებთ პალესტინის სახელმწიფოს. ახლა მოქმედების დროა, ამიტომ დღეს სამშვიდობო პროცესის ფარგლებში შემიძლია დავადასტურო, რომ დიდი ბრიტანეთი სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს. თუ ისრაელის მთავრობა არ გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ღაზაში შექმნილი საშინელი სიტუაციის დასასრულებლად. იგი უნდა დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და აიღოს ვალდებულება გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, რაც ორი სახელმწიფოს პრინციპს ეფუძნება. ღაზაში გაეროს დახმარების მიწოდება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და არსებობდეს გარანტიები, რომ არ მოხდება დასავლეთ სანაპიროს ანექსია. ამავდროულად ჩვენი გზავნილი ჰამასის ტერორისტული დაჯგუფებისთვის უცვლელი და ცალსახაა. მათ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ ყველა მძევალი. ხელი მოაწერონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, დაყარონ იარაღი და გვირდნენ, რომ ღაზას მმართველობაში აღარ ჩაერევიან. სტარმერი აჯილდოვებს ჰამასის მონსტრ ტერორისტებს და სჯის მათ მსხვერპლებს. ისრაელის საზღვარზე არსებული ჯიჰადისტური სახელმწიფო დღეს ბრიტანეთს შეუქმნის საფრთხეს უკვე ხვალ. ჯიჰადისტი ტერორისტების მიმართ შერიგების პოლიტიკა ყოველთვის მარცხით სრულდება. ის თქვენს გაგაწმილებთ, ეს არ მოხდება. ვიდრე ეს განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუს გააბრაზებდა, დონალდ ტრამპი გააოცა. ჯერ კიდევ 2 დღის წინ დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერები ერთმანეთს შოტლანდიაში შეხვდნენ და მათ შორის ღაზაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. ანკლავში შიმშილის დასრულება და დევნილებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება დღის წესრიგის ცენტრალური საკითხი იყო, თუმცა დონალდ ტრამპის სიტყვებიდან ჩანს, რომ ამ ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ ბრიტანელებს ამერიკელების გაფრთხილება დაავიწყდათ. ჩვენ ეს არასდროს განგვიხილავთ, რაც გასაკვირია. ეს საკითხი არასდროს განხილულა. შესაძლოა ამაზე ცოტა პრესკონფერენციაზეც ყოფილიყო საუბარი. უფრო მეტად ჟურნალისტებთან. ჩვენ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით ხედვა, მაგრამ ჩვენ დავხარჯავთ ბევრ ფულს იმაზე, რომ ღაზაში საკვები ჩავიდეს. ამას გააკეთებს პრემიერ-მინისტრიც და ვფიქრობ ევროკავშირიც. იმედია, რომ ის სათანადოდ იქნება მიწოდებული. იქნება კიდეც, ასე ვფიქრობ. მანამდე ტრამპი ფიქრობდა, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარების განზრახვებით ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. ეს მაშინ თქვა, როდესაც სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარება პარიზმა დაანონსა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლონდონის გადაწყვეტილებას მიესალმა, რომლის ინიციატივაც დიდი შვიდეულის ქვეყნებიდან პირველმა სწორედ პარიზმა გამოთქვა. ჟან-ნოელ ბარომ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბრიტანეთი ამ გზით ძალადობის უსასრულო ციკლსა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის პერსპექტივის ერთობლივ ძალისხმევას უწყობს ხელს. ორი სახელმწიფოს პრინციპით პრობლემის გადაწყვეტა ერთადერთი გზაა რეგიონალური მშვიდობის და სტაბილურობისთვის. სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ 9 თვის წინ საუდის არაბეთს, სხვა აქტორებთან და პალესტინის მთავრობასთან თუ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად კონკრეტული ნაბიჯებისკენ. ამას აქვს შედეგი. ნიუ-იორკში დღეს მიღებულ დეკლარაციაში არაბული სახელმწიფოები ისტორიაში პირველად გმობენ ჰამას, 7 ოქტომბრის თავდასხმას, დაჯგუფების განიარაღების იდეას, მის რაიმე სახით მონაწილეობას პალესტინის მთავრობაში. ისინი ცხადად გამოხატავენ სურვილს ქონეთ ნორმალური ურთიერთობა ისრაელთან და შემოიერთონ ისრაელი და პალესტინის ახალი სახელმწიფო რეგიონალურ ორგანიზაციაში. ეს განცხადება ფრანგმა მინისტრმა ნიუ-იორკში გააკეთა, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის ხდომის მესამე დღეა, ორი სახელმწიფოს პრინციპის ირგვლივ. ისრაელმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და მას ომის დასრულების საკითხში კონტრპროდუქტიულიც უწოდეს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია დიდი შვიდეულის უკვე მეორე სახელმწიფოსთვის, დიდი ბრიტანეთისთვის. ისრაელის პოზიცია ამ პლატფორმაზეც დაეგმო.
ჩვენი ისტორიული გამოცდილებით დიდ ბრიტანეთს აქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მხარი დაუჭიროს ორი სახელმწიფოს პრინციპს. მოდით მკაფიოდ ვთქვათ, ნეტანიაჰუს მთავრობის მხრიდან ორი სახელმწიფოს პრინციპის უარყოფა არასწორია. ეს არასწორის მორალურად და არასწორის სტრატეგიულად. ეს აზიანებს ისრაელელი ხალხის ინტერესებს, რადგან კეტავს მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ მიმავალ ერთადერთ გზას. სწორედ ამიტომ მოწადინებული ვართ დავიცვათ ორი სახელმწიფოს პრინციპის სიცოცხლის უნარიანობა. შესაბამისად, ისტორიის ხელი ჩვენს მხრებზეა. რითიც მისი უდიდებულესობის მთავრობას განზრახული აქვს აღიაროს პალესტინის სახელმწიფო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სექტემბერში. აპლოდისმენტების შემთხვევითი არაა. გაეროს სახელმწიფოებიდან 140-ზე მეტი პალესტინას უკვე აღიარებს. ის ისტორიული პასუხისმგებლობა კი, რომელიც ლონდონს პალესტინის მიმართ აქვს, ბრიტანელ მინისტრს შემთხვევით არ უხსენებია. საქმე იმაშია, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ პალესტინა ბრიტანეთის ადმინისტრაციას დაუქვემდებარა, რომელმაც თავის მხრივ პალესტინაში ებრაელების ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას დაუჭირეს მხარი. კონფლიქტის საწყის მიზეზად ბევრი სწორედ ამ პრეცედენტს მიიჩნევს, რამაც არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირების 100 წლეული განსაზღვრა. ჩვენ მივესალმებით დიდი ბრიტანეთის განცხადებას პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ დიდ ბრიტანეთს აქვს ისტორიული პასუხისმგებლობა პალესტინის საკითხის ირგვლივ. თუ დიდი ბრიტანეთი სექტემბერში აღასრულებს ამ განცხადებას, მაშინ ისინი გამოასწორებენ ისტორიულ უსამართლობას პალესტინელი ხალხისა და მათი უფლებების მიმართ. ჩვენ გვჯერა, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მოიტანს სამართლიანობას მთელი რეგიონისათვის. ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით რეგიონში მშვიდობის გზა ორი სახელმწიფოს პრინციპია. პალესტინისა და ისრაელის თანაცხოვრება სუვერენული სახელმწიფოების სტატუსით, თუმცა ეროვნული უსაფრთხოების, ისტორიული წარსულისა და ტერორიზმის მაღალი საფრთხის გამო ისრაელისთვის მსგავსი დაშვება მიუღებელია. მით უმეტეს ჰამასის პირობებში. კომპლექსურ საკითხს რელიგიური ფაქტორი ხდის. ისრაელს კი თავის პოზიციაში ძლიერი მხარდამჭერი ჰყავს. ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში მთავარ სტრატეგიულ საყრდენს მხარდაჭერას გამოუთქვამს.